მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ასე გამოეხმაურა მთავრობის მეთაური ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სააგარეო საქმეთა მინისტერიალის სხდომა, სადაც ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიცა, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას უკავშირდება. განვიხილეთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიური დისკუსია შედგა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ გადავდგეთ დამატებითი ნაბიჯები. სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, რაც სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს. ვფიქრობ, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურია. რეკომენდაცია სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ბიომეტრიული პასპორტებიც აქვს, რომელთათვისაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული იქნება. შესაბამისად, გადაწყვეტილება პოლიტიკურ გზავნილად აღიქმება. როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, თქვენ იცით, რომ ელჩი არის ზოგადად ხელშეუხებელი ომის დროსაც კი. და როდესაც ვიღაც ცდილობს იმას, რომ ჩვენს ელჩებს მაგალითად დაუწესო სავიზო შეზღუდვები სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული რაღაცა პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თვითონაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებაში, ზუსტად არ იციან, ვიზა შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ასეც და ისეც, ეს არის მხოლოდ სიმბოლური აქტი. სააგარეო საქმეთა მინისტერიალზე რიგი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები სანქციებას ითხოვდნენ, თუმცა ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე ცნობილი იყო უნგრეთისა და სლოვაკეთის პრინციპული პოზიცია, რომ სანქციებს ისინი ვეტოს დაადებდნენ. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა სლოვაკეთისთვის წითელი ხაზია, ასეთია რობერტო ფიცოს პოზიცია, რომელმაც ყველა აქტორს მოუწოდა საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეაფასონ. უნგრეთის სააგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ ფარისევლობაზე ისაუბრა. საქართველოს საკითხში ევროკავშირმა პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნათელი არაზია აქ საუბარი, ვინაიდან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს იმ ლიბერალურმა ძალებმა, რომლებსაც ბრიუსელი სასურველად მიიჩნევს, არამედ კონსერვატიულმა მშვიდობის მომხრე პატრიოტულმა პარტიამ მათ საქართველოზე პოლიტიკური ქცევა წამოიწყეს. აქ ბრიუსელში არავის აქვს უფლება ეჭქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება. ფიქრობ, შეუძლებელია ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დაწესება მხოლოდ იმიტომ, რომ მან უბრალოდ გადაწყვიტა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადადოს. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დიპლომატების სხდომაზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციები ბუდაპეშტთან და ბრატისლავასთან ერთად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა დააფიქსირეს, რისთვისაც მათ ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა. მე მინდა მადლობა გადაუხადო 5 კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა ამ საბჭოზე. ეს არის როგორც მოგეხსენებათ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართული ხალხის ინტერესები საბჭოზე. ასე დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, გაუგებარი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა. საქართველოს ხელისუფლების სანქცირება ქართული ოპოზიციის მთავარი მიზანია. არ მალავენ, რომ პარტნიორებთან ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ, როგორც სავიზო, ასევე ფინანსურ სანქციებზე, თუმცა მიუღებლები არიან ის ქვეყნები, რომლებიც მიზნის მიღწევაში მათ ხელს უშლიან. სლოვაკეთისა და ორბანის გარდა, რომელიც გამოირჩევა პრორუსული განცხადებები და პრორუსული ქმედებებით, სხვა არავინ 30 სახელმწიფოში არ უჭერს ხარს ამ რეჟიმის მეთაურობით საქართველოს სადმე ევროკავშირში გაწევრიანებას. სანქციები უნდა დაუწესდეს იმ კოლექტიური გავრილოვების რუსულ რეჟიმს, რომელმაც მოიპარა არჩევნები. არა მარტო სავიზო შეზღუდვები, არამედ ფინანსური. ეს ორი სახელმწიფო, უბრალოდ მათი ლიდერები
ბატონი ორბანის და ფიცოს სახით მუდმივად მხარს უჭერენ ქართული ოცნების ხელისუფლებას. მე თავს შევიკავებდი მათ როგორც რაღაცა პრორუსული სახელმწიფოების შეფასებისგან, მაგრამ ისინი გამოირჩევიან როგორც ანტიუკრაინული ნაბიჯებით, ისე მუდმივად რაღაც წინააღმდეგობაში მოდიან, შიდა ევროპულ წინააღმდეგობაში მოდიან რამდენიმე წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იპარავენ არჩევნებს, არალეგიტიმურ პარლამენტს ქმნიან, არალეგიტიმურად ამტკიცებენ მთავრობას დასანქცირებაზე, რა თქმა უნდა, მუშაობთ. სანქციებს რაც შეეხება, საუბარია როგორც სავიზო სანქციებზე, ისე ფინანსურ სანქციებზე. მართლ გუნდში კი სიმბოლური გადაწყვეტილებების მოლოდინი ჰქონდათ და არა ისეთის, რომლებიც ურთიერთობებს საბოლოოდ ჩიხში შეიყვანდა. გუშინდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ევროპელ დიპლომატთა ნაწილი პოლიტიკური დიალოგის კარს ღია სტოვებს და აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულები არიან. ანუ ვინც პატივს ცემს საქართველოს მის არჩევანს, ქართველი ხალხის არჩევანს, იმას ლანძღავენ პირველ რიგში და უპირატესად. იყო ერთი ქვეყანა, რომელიც ხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა 2-2-ს ლანძღავდნენ, ახლა გახდა 5. და ეს რას ნიშნავს, იცით? სადაც შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ყოველგვარი ჩარევის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ ხარს სიმართლის. ჩვენ გქონდა იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საიდანაც შემდეგ ნორმალურ ჯანსაღ ურთიერთობებში დაბრუნება იქნებოდა შეუძლებელი. თორე საზოგადოებას რომ შევახსენოთ, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გადაადგილება არ არის ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილი. ეს არის უფრო ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უფრო სიმბოლური გადაწყვეტილება, უფრო პოლიტიკური შეფასება, ვიდრე რაიმე რეალური გადაწყვეტილება და არ ეხება არანაირად ეს არ ეხება ვიზა ლიბერალიზაციას ან ჩვეულებრივ პასპორტებს რაიმე საფრთხე აქ არ ემუქრება. წარმოუდგენელია რის გამო რატომ უნდა დაგვასაქცირონ, რომ არ მივეცით შესაძლებლობა მეორე ფრონტი გაეხსნათ ქვეყანაში, არ მივეცით შესაძლებლობა რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და ამით ვის დავაზარალებდით? დავაზარალებდით ჩვეულებრივ გლეხ, მშრომელ ადამიანს, ბიზნესს, დავაზიანებდით მცირე და საშუალო სექტორის წარმომადგენლებს და შემდეგ რა თქმა უნდა ჩამოგვეშლებოდა ეკონომიკა თავზე და არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავიცავით ქვეყნის ინტერესი, დავიცავით ჩვენი ხალხის და ეროვნული ინტერესი და ამის გამო თუ უნდა დავისაჯოთ, ბატონო, მაგრამ ეს არის უსამართლო დამოკიდებულება. საქართველოს დასჯის მომხრეები ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ინდივიდუალური სანქციები უკვე დაუწესეს, თუმცა ევროკავშირისგან უფრო მეტს ითხოვენ. უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ სანქციებზე ვეტოს დადების შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცხანკამ განაცხადა, რომ უნგრეთი როგორც ჩანს სხვა გუნდში თამაშობს. არ დააყოვნა პიტერ სიიარტოს პასუხმაც. ჩვენ ნამდვილად ვთამაშობთ სხვა გუნდში, შვიდობის მომხრე გუნდში, განაცხადა უნგრეთის პირველმა დიპლომატმა.